შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 59 პირი დააკავა. 14 კი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე გაავრცელა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, უწყებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური და შეურიგებელი ბრძოლა წარმოადგენს. თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი გვერდდება. ხატია გისმენთ. გამთენიისას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული არის ათეულობით პირი ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები, რომელთაც გამოძიება ედავება ქურდული სამყაროს წევრობას, ქურდული სამყაროსთვის მიმართვას, მის მხარდაჭერას და სხვადასხვა მუხლებს ქურდული სამყაროს დანაშაულების მიმართულებით და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს იმისთვის, რომ საქმეზე მტკიცებულებები მოეპოვებინა საგამოძიებო უწყებას, ამისთვის მოსამართლის განჩინების საფუძველზე მათ აწარმოეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლის შედეგადაც მოპოვებული არის მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულები მიმართავდნენ საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს, რომელთა დახმარებითაც ეწყობოდა ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ფინანსურ დავებთან დაკავშირებით. ჩატარებული არის ჩხრეკებიც ბრალდებულების სახლებში, რომელთა პირადი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებული არის კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, რითაც ისინი კავშირს ამყარებდნენ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან და ასევე ამოღებული არის ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდებიც მონაწილეობდნენ. ბრალდებულები შეკრებებზე ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური და შეურიგებელი ბრძოლა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას, კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად უზრუნველყოთ საზოგადოების უსაფრთხოება და დავიცვათ საქართველოს თითეული მოქალაქე. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა, პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა.